ბრუნდებით რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში და ჩვენი სტუმარია ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი. სწორედ მასთან ვიწყებთ საუბარს. მოგესალმებით, ქაბტონ ნინო, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ქაბტონ ნინო, პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი შეფასება, თქვენი მოსაზრება, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად სერიოზული განაცხადია დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაანონსებული სანქციები უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ვიცით, რომ ბრიტანეთს უკვე ყავს დასანქცირებული ვახტანგ გომელაური ხარება და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები უშუალოდ ივანიშვილის ამ სიაში მოხვედრა რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რაზე მიუთითებს თავად ივანიშვილის რეაქცია ამ სანქციების დაანონსებაზე. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაჟღერებულმა ჩამონათვალმა სიისა და მოთხოვნა, ასე ვთქვათ, დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ზურგს უმყარებენ და მის ფინანსურ საყრდენს წარმოადგენენ, არ იყო არავითარ შემთხვევაში ისე როგორც ამას ოცნების წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ განყენებულად უკვე წარმავალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არამედ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მათ შორის ძალიან კონკრეტულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან განხილვის შედეგად იქნა მიღებული და სწორედ ამის გამოძახილია ისიც, რომ სულ რამდენიმე დღეში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დააპირა დიდმა ბრიტანეთმა, ანუ მისმა საკანონმდებლო ორგანომ, რომელშიც ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებები საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით არ მიიღება განყენებულად, არამედ მიიღება სწორედ პარტნიორებს შორის კონსულტაციების გზით და ამას ეს მიანიშნებს იმას, რომ გაცილებით უფრო ფართეა ის წრე, რომელიც საქართველოში არის დაინტერესებული, ვიდრე ამის წარმოჩენას, ვთქვათ, ივანიშვილის ცალკეული წარმომადგენლები ცდილობენ. რასაკვირველია, ძალიან სიმპტომურია ამ თვალსაზრისით ორი რამ. პირველი და რომ დავუბრუნდეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაჟღერებულ სიას. ის თქვენ ნახავდით, რომ ეს სია არის შედგენილი ძალიან სკრუპულოზურად შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე. ინფორმაცია, რომელიც ნაწილობრივ საქართველოს მოსახლეობისთვის ბევრად უფრო დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, მათ შორის მედიისთვის, მაგრამ მაინც გვეგონა, რომ საერთაშორისო მოთამაშეებს ასეთ დეტალური ინფორმაცია არ ქონდათ, როგორც აღმოჩნდათ, მათ ძალიან სკრუპულოზურად შეისწავლეს ველი და თქვენ ნახავდით, რომ ძალიან კონკრეტული სუბიექტები ამოარჩიეს, რომლებიც თვლიან, რომ საფუძველს უმყარებენ ივანიშვილის არადემოკრატიულ და ავტორიტარულ რეჟიმს და მის კორუფციულ სქემებს ქმნიან ანტიდასავლური გავლენების გასაძლიერებლად საქართველოში და ამასვე მოწმობს ის, რომ ძალიან მყისიერად მოყვა დიდი ბრიტანეთის გამოხმაურება, რომელმაც ამჯერად პირდაპირ სამიზნედ აირჩია თავად ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ერთის მხრივ არავის ეჭვი აღარ ეპარება იმაში, რომ აქ ბიძინა ივანიშვილის მიღმა რომელიმე მოთამაშეები არიან გადაწყვეტილების მიმღებები, არამედ ითვლება არა მხოლოდ დემოკრატიის უკუსვლის, არამედ ყველა გადაწყვეტილების, რომელიც გულისხმობს მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევას, ძალადობის ფაქტებს, ამის სათავეში დგას კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი. ქვეყნის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებების უკან და ასევე ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებების უკან, რომელიც გულისხმობს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას და რუსეთის წარმომადგენლებისთვის სანქციებისთვის თავის არიდების შესაძლებლობის მიცემას. ეს არის ძალიან კომპლექსური სქემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე შეკრა და რომელზეც უბრალოდ თვალს აღარ დახუჭავს არავინ და ფაქტია, რომ წელიწადი დაიწყო სწორედ ამ ინფორმაციით, რომ არავინ აღარ აპირებს დაელოდოს ტრამპის ინაუგურაციას, არავინ არ აპირებს ივანიშვილთან რაიმე ფორმის დიალოგში ან მოლაპარაკებაში შევიდეს, არამედ ეს არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე პირდაპირ სამიზნედ ისახავს ბიძინა ივანიშვილს და მის უშუალო გარემოცვას, რომლებსაც უბრალოდ ფინანსურ გასაქანს აღარ მისცემენ. ეს არის მათი გადაწყვეტილება და ამაზე ახლა ორი ძალიან დიდი სახელმწიფო მსჯელობას, რომელიც ტრადიციული მოკავშირეა საქართველოსი და რომელთან შეუფერხებელი თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს არა მხოლოდ დემოკრატიული, არამედ მათ შორის ეკონომიკური განვითარებისთვის.
კაპიტონინო, ნუ კარგად ვიცით ყველამ და თქვენ მით უმეტეს ძალიან კარგად იცით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი და ყველაზე მთავარი, რასაც ის განსაკუთრებულად უფრთხილდება, და რამაც მას შეიძლება დააკარგვინოს წონასწორობა და აბსოლუტურად გამოიყვანოს მდგომარეობიდან, ეს არის ის შემთხვევა, როცა საქმე ეხება მის ფულს, ხო? და ამ ფულის დაკარგვის საფრთხეს და ამის პერსპექტივას. ეს დაინახა ბიძინა ივანიშვილმა ბრიტანეთის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებში, ვინაიდან ვიცით, რომ სწორედ ბრიტანეთის იურისდიქციაშია იმ ბიზნესების და იმ ფულის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც არის ივანიშვილზე რეგისტრირებული და ამავე დროს ძალიან ნიშანდობლივია პროპაგანდის თემაც, ხო? რუხაძე, რომელიც არის ახლა იმედის მფლობელი, ისიც ბრიტანეთის მოქალაქეა და შეიძლება ამ კუთხით ვთქვათ, მასაც შეეხოს მოსალოდნელი სანქციები. ანუ აი ეს მთლიან ჭრილში რას გვეუბნება ივანიშვილის რეაქცია? სანქციებმა პირველ რიგში ფინანსურმა სანქციებმა და ასევე მაგნიტსკის სიაში რამდენიმე პირის მოხვედრამ აშკარად აჩვენა პირველი ნიშნები იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმის შიგნით ამ გადაწყვეტილებებმა გამოიწვია რყევები, იმიტომ რომ ივანიშვილის წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი რიტორიკა, მათ შორის მისი ხელისბიჭების რიტორიკა მთლიანად ეფუძნებოდა იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან გამოვნახავთ საერთო ინტერესებს, იმიტომ რომ საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობის არის საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, მათ არ ადარდებთ საქართველოში დემოკრატია, ისინი დაელაპარაკებიან იმას, ვისაც ექნება ძალა საქართველოში. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე თვალსაჩინო მარტივად არ ყოფილა საქმე, უფრო მეტიც არათუ არ დაელაპარაკებიან ძალის უზურპატორებს და ხელოვნურად მიმტაცებლებს, არამედ აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მზად არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები მიიღონ ამ პირების წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას უწყობს ხელს და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას უწყობს ხელს. აღმოჩნდა ასევე ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრს იქაური მოქალაქეობა აქვს, საერთო რაღაც კარგად დაფინანსებული კონსულტანტები თუ იურიდიული მომსახურების გაწევა შეუძლიათ რომ მიიღონ, აღმოჩნდა რომ ისინიც არ არიან დაცულები და ეს ძალიან კარგად ცხადყო ბიზნესის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდგომმა განცხადებებმა, სადაც აშკარა იყო, რომ მათ შორის პირველ რიგში რუხაძე მიანიშნებდა იმაზე, რომ მისთვის ძალიან არასასიამოვნო შედეგებს ელის და ამას ელის ასევე ქართული ბიზნესი. ელის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ ბიზნესს პრაქტიკულად საფრთხე შეექმნება საქართველოში, არამედ მათ შორის იმიტომ, რომ მათ ფულს, მათ ფინანსურ ინტერესებს საერთაშორისო დონეზე ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას ამ ერთი FSB-ს წარმომადგენელი ახირებული კაცის გადაწყვეტილებებმა, რომელსაც პრაქტიკულად უნდა შეწირონ მთელი თავისი აქამდე, რა ვიცი, მონოპოლარი დოვლათი. ამიტომ ცხადია, რომ ის რომ სხვილ ბიზნესში ძალიან სერიოზული ბზარი შევიდა, ეს განაპირობა სწორედ ფინანსურმა სანქციებმა და რამდენიმე პირის მაგნიტსკის სიაში აღმოჩენამ. ამავდროულად, თავად ივანიშვილზე ჩვენ ცხადია არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ მას არ ეგონა, რომ სანქციებს დაუწესებდნენ, ის არაერთ გზის გააფრთხილეს, რომ ეს ასე იქნებოდა. უბრალოდ როგორ ჩანს, მას მისი რუსი კოლეგებიც მათ შორის არწმუნებდნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან რაღაც ტიპის ურთიერთობებს დაალაგებდნენ, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ ეს ასე არ მოხდა. აშკარაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებები ცხადყოფს იმას, რომ ეს არის ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ კონკრეტულად მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ითვალისწინებს ივანიშვილთან რაიმე სახის გვერდის ავლით ან ზურგს უკან და რაღაც კულისებს მიღმა დიალოგს და მათ შორის გამოჩნდა ეს იმით, რომ სანქციების ენით ბედავენ და საუბრობენ, ხო? ანუ მათ მიიღეს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილებები რასაკვირველი ახალ ადმინისტრაციას დახვდება წინ, ამიტომ ეს მათთან არის შეთანხმებული და მათ გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ამიტომ ჩამოიშალა მინიმუმ მთელი ის ფუნდამენტი, რომელსაც ივანიშვილი ამყარებდა იმაზე, რომ ჩვენ რაღაცნაირად დასავლეთისგან იზოლაცია არ გვემუქრება. ჩვენ დასავლეთისგან იზოლაცია გვემუქრება და ჩვენ არა როგორც ხალხს, არამედ ემუქრება ივანიშვილის რეჟიმს, რომელსაც ის ამშვიდებდა, რომ თითქოს და არაფერი მოხდებოდა, თუ ისინი ასე თავზე ხელაღებულად გააყალბებდნენ არჩევნებს და გადაწყვეტდნენ, რომ ქვეყანა უბრალოდ ჯიბეში ჩაიდონ და რამდენიმე კაცის რაღაც სათამაშო მოვედნად გახატრონ. ამიტომ კი
მე ვფიქრობ, რომ მე მგონია, რომ ქართული ოცნების ამ რაღაც გაუგონარ განცხადებაზე კომენტირება საერთოდ ზედმეტი, ამიტომ რომ ეს არ არის საერთაშორისო აუდიტორიისთვის განკუთვნილი, საერთაშორისო აუდიტორიისთვის საერთოდ არავინ არ არის ქართული ოცნება. ისინი სანამ მეტნაკლებად ხელისუფლების სტატუსს ატარებდნენ, კიდე რაღაც ტიპის ანგარიშის გასაწევი ძალა შესაძლოა ყოფილიყო, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში ესეც ფუნდამენტურად გადაიხედა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ლეგიტიმაციაც აღარ აქვთ, საერთოდ არავინ არ არიან ისინი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის და ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომ ვინმეს რაიმე ენით ელაპარაკონ, მით უმეტეს იმ რაღაც გაუგონარი ენით, რომლითაც ისინი განცხადებებს აცხობენ ხოლმე. ეს არის ისევ და ისევ თავისი შიდა ძალების კონსოლიდაციისთვის გამიზნული, სწორედ იმის გამო, რაც თქვენ თავიდან ახსენეთ. ბიძინა ივანიშვილი არავინ არ არის თავისი ფულის გარეშე. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს არც რაღაცა სახალხო ლეგიტიმაცია, არც პოლიტიკური ლეგიტიმაცია, არც არანაირი სხვა ძალაუფლება გარდა კორუფციული ფულისა, რომლითაც მან ეს კორუფციული ვერტიკალი ააშენა და ძალისმიერი მეთოდით ინარჩუნებს. ეს ფუნდამენტი ირყევა ახლა. ეს არის ყველაზე სახიფათო, რაც ამ ფორმით შექმნილ მყიფე ერთობას შეუძლია რომ დაემართოს, იმიტომ რომ სწორედ ეს ფუნდამენტი ირღვევა. ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ საყრდენს თუ შეექმნა საფრთხე, მის უშუალო ბიზნესებს, რომლებსაც ნახეთ ჩვენ იმ სიის ჩამონათვალში ერქვათ ეგრეთ წოდებული enablers, ხო? ანუ ვინც აძლევს ხდის ივანიშვილის რომ ფუნქციონირებადი გახადოს, ან მათ თუ საფრთხე შეექმნათ, ეს ვერტიკალი იმაზე სწრაფად იმსხვრევა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ცხადია რომ ამას შიგნით გაცილებით უფრო მძაფრად გრძნობს ყველა, ვიდრე ჩვენ ამას გავიგებთ. დიახ და ამ რეალობიდან გამომდინარე, ალბათ კაპიტან ნინო ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ თუ კი ქართული ოცნება ამბობს ახლა, რომ დიდი ბრიტანეთი თურმე Deep State-ის და გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მოექცა 20 იანვრის შემდეგ, როცა ყველა დაინახავს და მათ შორის ბიძინა ივანიშვილს უკვე სხვა გზა აღარ ექნება გარდა იმისა, რომ აღიაროს, რომ დიახ ტრამპის ადმინისტრაციასაც ექნება იგივე დამოკიდებულება ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, რაც იყო აქამდე და შეიძლება უფრო ხისტი და მკაცრიც, არ უნდა გამოვრიცხოთ ალბათ, რომ შეერთებულ შტატებზეც მოვისმინოთ ქართული ოცნების მხრიდან, რომ თურმე Deep State-ის და გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მოექცა თავად ტრამპიც. გააქვთ ასეთი მოლოდინი უკვე 20 იანვრის შემდეგ, რა შეიძლება რომ ველოდოთ? მე ვიტყოდი რომ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, იმიტომ რომ ამათ არც ენას აქვს ძვალი და არც შუბლის არღვიან მათგან. ყველაფერია მოსალოდნელი, იმიტომ რომ ისინი ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერს კადრულობენ, რაც შეუძლია და არ შეუძლია ადამიანის ტვინს რომ წარმოიდგინოს. ამიტომ კი, რა თქმა უნდა, მათ თავის მართლების რეჟიმში ყოფნა კიდევ ძალიან დიდ ხანს მოუწევთ, მანამ სანამ ფიზიკურად უნდათ რომ რაღაც ძალას ასხივებდნენ. იმიტომ რომ ყველაფერი მაწინააღმდეგ მოქმედებს, ხო? ჩვენ გვახსოვს რიგი განცხადებები, რა ვიცი, იმ იტალია მხარი დაგვეჭირაო და მერე განცხადება გამოქვეყნდა, რომ ეგეჭირა მხარიო. მერე ვითომ სადღაც ვიზიტით იყო და აღმოჩნდა, რომ იქ ვიზიტი გაუქმეს. მერე აქ საემიროებში გზახსნილი გვაქვს და აღმოჩნდა, რომ გზახსნილი აქვს კი არა, ვიზიტებსაც აღარ იღებენ და საპატიმრო ემუქრებათ. მერე იქიდან რაღაცა სისულელე ფოტოები გამოგვიმჟღავნეს და იქ ამ ფოტოებზე აღმეჭტილა პირებმა თქვეს, რომ საერთოდ არ ვიცი ამ ფოტოზე როგორ მოხვდი. ანუ მთლიანად ყველაფერი ენგრევათ, რაც კი რამე ოდნავ ფორმალურ თუ არაფორმალურ დონეზე უთქვავთ, იმიტომ რომ თავისივე ტყუილებში თვითონვე იხლართებიან, იმდენად ღრმად შევიდნენ ამ თამაში, იმდენად მათ არარეალისტური მოლოდინები ჰქონდათ საერთაშორისო პოლიტიკის და საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო მოთამაშეების დამოკიდებულების, რომ ეხლა აი ამ რაღაც გაუგებარ განცხადებებში თვითონვე იბლანდებიან. ამიტომ კი, რა თქმა უნდა, ველი რომ ისინი ძალიან დიდ ხანს კიდევ თავის მართლების რეჟიმში იქნებიან, მანამ სანამ მათ იმის მოთხოვნილება ექნებათ, რომ ძალის დემონსტრირება არის ახლა მათი გადარჩენის გზა. რასაკვირველია 20 იანვრიდან არაფერი არ შეიცვლება, ინაუგურაცია ჩაივლის ისე როგორც ჩაივლის, ამ ინაუგურაციაზე საქართველოსთან ქართული ოცნების წარმომადგენლები, მიწვეულები არ იქნებიან, ისინი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არავის აღარ წარმოადგენენ და არაფერს აღარ წარმოადგენენ, კი არა და მათი დიპლომატიური პასპორტებიც აღარ არის უკვე სასურველი ცივილიზებულ ქვეყნებში, ამიტომ
Tom კი მათ მოუწევთ რომ ბევრი ტყუილი ლაპარაკონ, უბრალოდ ამ ტყუილებს არათუ მოკლე ფეხები აქვს, არამედ საქართველოში ფაქტია რომ საერთოდ ვერაფერი ვერ დამალეს და სულ უფრო მეტად გამოდის სააშკარაოზე მათი მთელი ამ წლების განმავლობაში ფარისევლური პოლიტიკა. არა ივანიშვილის აზრს არ დაუმალავს ის რას აკეთებდა, მაგრამ მისი გარემოცვა აი ამ ფარისევლობაში იხარშებოდა, ვითომ რაღაცა ოჯახის სიცავდნენ და ვითომ რელიგიურ ღირებულებას იცავდნენ და უცებ გამოაშკარავდა რომ ყველაფერი პირიქით ყოფილა და ეს ყოფილა რაღაცა საზიზღარი კრიმინალური ბანდა, რომელიც ახლა ცდილობს რომ უბრალოდ გაძარცვოს საქართველოს მოსახლეობა. დიდი მადლობა კაპიტან ნინო, მადლობა ჩართვისთვის. ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში.